საქართველოში არის უამრავი ხალხი, აი ქალბატონი კინწურაშვილი, მაგალითად. ქალბატონი ხიდაშელი, მაგალითად. და ბევრი სხვა, რომლებიც გიორგი კანდელაკი და ბევრი სხვა, რომლებიც მთელი 10 წელეულების განმავლობაში ფულს შოულობენ ტყუილებით, ცილის წამებებით და მე ასე შევაფასებდი ცრუ დასმენების წერით. ესენი მუდმივად წერენ, მაგალითად ობიექტივზე, მაგალითად პატრიოტთა ალიანსზე, ტყუილებს, აი ცრუ ბრალდებებს, ცრუ დასმენებს, ცრუ დანოსებს. ამერიკაში წერენ, რომ ვართ გაუნათლებელი, ბნელი, რაღაც არაცივილიზებული ხალხი, რუსეთის აგენტები, სულ აი ამას წერენ. აი ახლა მაგალითად სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინეთ, რომ ქალბატონი თინა ხიდაშელი თურმე მორიგ რაღაცა გრანტებს ფარულად, აი ახლა ობიექტივი გამოიძიებს ამ საკითხებს. ფარულად რაღაცა გრანტებს იღებს ტაივანიდან, არ ვიცი რა გზით, აქ ოფიციალურად არაჩვენებს ფულს და მთელი თავი მიუძღვნა ობიექტივს, რომ თურმე ობიექტივი ყოფილა ჩინური გავლენის ტელევიზია და მარგალიტი თუ რაღაც ტერმინი აქვს ნახსენები, ნუ გაოცებული ვარ. კიდევ ერთხელ ხსნი, ყველა დებილისთვის, ვისაც არ შეუძლია გაიგოს, ობიექტივმა აშენა საზოგადოებრივი მაუწყებლობის მოდელი. ობიექტივში 30 წამყვანიდან 27 არც ობიექტივის წევრია, არც ობიექტივის თანამშრომელია, საერთოდ არავითარი კავშირი არ აქვს ობიექტივთან. 3 კაცია სულ ობიექტივის წევრი, რომელსაც გადაცემები მიყავს ობიექტივში. დანარჩენები, მაგალითად ბადრი ნაჭყებია, რომელსაც ჩინეთის გადაცემა მიყავს. ეს კაცი არის თავისი ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ისევე როგორც გულბად ცხილაძე იყო საკუთარი ორგანიზაციის ხელმძღვანელი. ისინი ნებისმიერ ადამიანს, იგივე თინა ხიდაშელს, ან კინწურაშვილს, ან ეხლა ჩერგოლეიშვილს რაღაც უთქვია, შეუძლიათ მომართონ წერილობით ობიექტივს და მათაც მისცემენ გადაცემას. და შეუძლიათ წაიყვანონ ობიექტივში თავისი გადაცემა და ილაპარაკონ გინდა ჩინეთის საწინააღმდეგო და გინდა რაც გინდა ის. ოღონდ ზარები უნდა იყოს, ეგ არის მთავარი პირობა და მაყურებელს უნდა გასცე კითხვებზე პასუხი. აქ მიშა სააკაშვილის მომხრეებს მიყავდათ გადაცემები, მაგრამ ზარებს ვერ გაუძლეს, იმიტომ რომ ხალხის კრიტიკა არ მოწონდა და იმიტომ წავიდნენ. ასე რომ ბადრი ნაჭყებიას გადაცემა ეს არის მხოლოდ ჩინეთის კულტურაზე და ეკონომიკაზე, საერთოდ პოლიტიკური გადაცემა არ არის. და ყველა აზრი, რომელსაც ბადრი ამბობს, ეს არის ნაჭყებიას აზრები. მისი ორგანიზაციის და არავითარ შემთხვევაში არ არის ობიექტივის სარედაქციო პოლიტიკა, საერთოდ ობიექტივთან კავშირში არ არის ეს. და ის აზრები, რასაც ბადრი ახმოვანებს, თუნდაც ამ ეთერში და სხვა ეთერებშიც, არანაირად არ ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს. სინამდვილეში არც საქართველოს ინტერესებს ეწინააღმდეგება და არც არავის ინტერესებს არ ეწინააღმდეგება, საერთოდ არც ამერიკის, არც ჩინეთის. მე ვერაფერს უც ვერ ხედავ იმაში, რომ ბადრი საუბრობს ჩინურ კულტურაზე ან ჩინურ ეკონომიკაზე, პირიქით ვთვლი, რომ ეს ძალიან კარგია, მაგრამ ეს არ არის ობიექტივის სარედაქციო პოლიტიკა და ქალბატონი თინა იმისთვის, რომ მორიგი გრანტი მიიღოს, მთელი თავი დაწერა და ყველაფერი ეს წარმოაჩინა ნეგატიურ ჭრილში, როგორც ობიექტივი, რომელიც არის ჩინეთის თურმე ინტერესების აპოლოგეტი და ჩინეთის ინტერესების გამტარებელი საქართველოში და ეს არის მორიგი სიცრუე და აი ახლა მე ვამბობ, რომ აცი ობიექტივი დაინტერესდება ქალბატონი თინა საქმიანობით, ჩვენ გამოვიძიებთ იქ რას წერს და რას აკეთებს და ფულს საიდან იღებს და როგორ იღებს და სასამართლოშიც კი მიუმართავ, თავარი ახლა იურისტებმა იპოვნონ საფუძველი ამისი. ასე რომ აღარ იქნება დანდობა, აღარც ხიდაშელების, აღარც კინწურაშვილების და არავის. დავიღალეთ ამ ყველაფრისგან. კინწურაშვილს ტომები აქვს დაწერილი ობიექტივის საქმიანობაზე და ამით ის საზრდოობს და ამ დონორების დაფინანსებით არის აქამდე.